ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. საქართველო, როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ვაჭრობაში. მისი მდებარეობა ეკონომიკასთან ერთად უსაფრთხოების მნიშვნელობასაც აძლიერებს. როგორ შეინარჩუნებს საქართველო ამ როლს, რამდენად მოერგო სექტორი ახალ რეალობას და რა მნიშვნელობა აქვს ნატოს უსაფრთხოების კომპონენტს. ამავე კონტექსტში განიხილება ზანგეზურის დერეფანიც პროექტი, რომელიც შუა დერეფნის გარდაქმნას და ტრანსპორტირების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა კითხვა რჩება, რას იგებს ან კარგავს საქართველო? თუ გადამზიდავი კომპანიების, ანუ უშუალოდ გადამზიდავი მძღოლების პოზიციიდან შევხედავთ, ნატოს ფიგურირებას აი ამ სივრცეში, აი საქართველოს და ეს რეგიონის სივრცეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში გადაზიდვების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად გადაზიდვების ღერძები დღესდღეობით ახლებურად ყალიბდება, ქართულ გადამზიდავს მათ შორის ესაჭიროება ადაპტირება აი ამ გადაზიდვების სხვადასხვა სივრცეებში. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად ის ღერძი, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა, საუბარია საქართველოს ნავსადგურებიდან, ფოთი ბართუმიდან საბორნე ხაზები, რომელიც აწყობილი იყო უკრაინის ნავსადგურების მიმართულებით, დღეს ფაქტიურად გაჩერებულია, აღარ ფუნქციონირებს და ამიტომაც აი იმ სტრატეგიულმა ღერძმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სივრცესთან აკავშირებდა, გარკვეულწილად შეიცვალა თავისი კონფიგურაცია, შემოტრიალდა და უფრო ახალი არეალი მოიცვალა და ეს გარკვეულწილად ემთხვევა ნატოს განლაგების არეალს და ეს არეალი არის პირველ რიგში რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია და ავსტრიის მიმართულება. ეს არეალი დამატებით დაემატა აი ქართველი გადამზიდავების მიმართულება და საზღვაო გადამზიდავება, რომელიც აქამდე ნაკლებად შედიოდნენ საზღვაო ბიზნესში, შეიძინეს საბორნე გემები, უფრო მეტიც მათზე ქართული დროშა აღმართეს, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ქართული დროშის აღმართის შედეგად დაიწყეს ფუნქციონირება პირობითად ფოთი და ბათუმიდან კონსტანცის და ვარნის საკვანძო ნავსადგურებამდე. შეგახსენებთ, რომ კონსტანცის ნავსადგური თვითონ შავი ზღვის არეალში ნოვოროსიისკის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავსადგურია და 90 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებს წელიწადში და ამიტომ საქართველოსის და მისი უსაფრთხოებისათვის სტრატეგიულად აუცილებელია და არც ის უნდა დაგვაუწეს, რომ კონსტანცის სიახლოვეს არის ამერიკელებისთვის ერთ-ერთი მსხვილი ნატოს ბაზა, ღერძის შემოტრიალება, ქართველი გადამზიდავები უფრო ინტენსიურად ჩართო ევროპის მიმართულებისთვის საქართველოდან ევროპულ სივრცეში და პირიქით ევროპული სივრციდან გადაზიდვების განხორციელებაში და ისინი ხშირად, როგორც მე ჩემი პრაქტიკა და დაკვირვება მანიშნებს, ისინი ხშირად უსაფრთხო გზას ირჩევენ თურქეთის ნაცვლად მოდიან აი ამ საბორნე გადასასვლელების გამოყენებით. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით კონკურენცია შეექმნება საქართველოსზე გამავალ შუა დერეფანს. ერთი მხრივ კონკურენცია ეს დადებითიც შეიძლება იყოს იმ გადმოსახედიდან, რომ აიძულებს სხვადასხვა კომპანიებს უფრო მობილურები იყვნენ, დახვეწონ თავიანთი საინფორმაციო სისტემები, უსაფრთხოების, დაზღვევის და ასე შემდეგ. დერეფანი იქნება ამერიკის პატრონაჟით განვითარებული, ბუნებრივია მოახდენს გარკვეული ტვირთების გადანაწილებას. ეს ტვირთები ასე თუ ისე ცნობილია რა მოცულობის ტვირთებზე იქნება საუბარი დაახლოებით 2 მილიონი ტონის ფარგლებში შეიძლება დაკარგოს პირველ ეტაპზე საქართველოს გამავალმა შუა დერეფანმა. მე ვვარაუდობ, რომ აი ზანგეზურის დერეფანი თლიანად აი ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის იქნება მყარი გარანტია, იმიტომ რომ საქმე გვექნება ისეთი ტვირთების გადაზიდვებთან, რომელიც უსაფრთხოების და ლოგისტიკური სტაბილურობის გარანტი იქნება.
სამხრეთ კავკასიაში ახალი დერეფნები გეოპოლიტიკურ ბალანსს ცვლის. ზანგეზური იგივე ტრამპის დერეფანი ასუსტებს რუსეთისა და ირანის გავლენას და აძლიერებს დასავლურ ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ რეგიონში ძალთა გადანაწილება იცვლება, ანუ დერეფნები უკვე გავლენის ინსტრუმენტიც ხდება. საქართველოსთვის კი ეს ცვლილებები როგორც რისკს, ისე შესაძლებლობებს ქმნის. ზანგეზურის კორიდორი არის დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა, იმ ცალსახად დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ ის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ეს ბოლო ლურსმანს აჭედებს აი ამ თუ განხორციელდა ამ სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების კონფლიქტის ამ ისტორიას და საერთო ჯამში ის ერთხელ და სამუდამოდ ხსნის აი ამ უძველეს პრობლემას, რასაც რუსეთი ძალიან კარგად იყენებდა, რუსეთი და ირანი სათავისოდ, ანუ არსებობს ეს თურქული ორი სახელმწიფო, ანუ აქ სივრცეებზე არის საუბარი, აზერბაიჯანი და თურქეთი და რუსეთი, ირანი ძალიან აქტიურად იყენებდნენ ხოლმე სომხეთს იმისთვის, რომ ეს ბუნებრივი გეოგრაფიული ხიდი და კავშირი ამ ორ თურქულ სახელმწიფოს შორის ყოფილიყო მუდმივად გაწყვეტილი. რაც ბუნებრივია, ძალიან ცუდ დღეში აგდებდა ასევე აზერბაიჯანს, იმიტომ რომ იზოლაციაში აგდებდა აზერბაიჯანს და ძალიან მარტივად ხდებოდა მე შემდგომ დამორჩილება მოსკოვის ან რუსეთის მხრიდან. ეს ზანგეზურის კორიდორი გარდა იმისა, რომ ბუნებრივია ის ეკონომიკურ ინტერესებს პასუხობს ორივე ქვეყნის, სომხეთის და აზერბაიჯანის, ის აი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ძალიან სერიოზულად ეხმარება სამერო ქვეყანას იმისგან, რომ დაეხსნას როგორც ირანის, ასევე რუსეთის გეოპოლიტიკურ ზეწოლას, ასე ვთქვათ. მაგრამ ამასთან ერთად ზანგეზურის კორიდორი, დავარქვათ პირობად იგივე ეს ტრამპის კორიდორი, ის ასევე ძალიან კარგად გრძელვადიან პერსპექტივაში ის ძალიან კარგად შედის აი ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, იმიტომ რომ თუ ჩვენ აი რასაც ვისაუბრეთ, თუ ჩვენ გეგმავთ დასავლეთის და აზიის, ანუ ევროპის და აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის და ჩინეთის დაკავშირებას და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მხოლოდ ჩვენზე გამავალი გზა არ იქნება არც ერთ შემთხვევაში საკმარისი. ზანგეზურის იგივე ტრამპის დერეფანი ხშირად საქართველოს დერეფნის კონკურენტ პროექტად აღიქმება, თუმცა ექსპერტების ნაწილი ამას არ ეთანხმება. მათი შეფასებით, ახალი დერეფნები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, საქართველოს კი შეუძლია მიიღოს მეტი ტვირთი იმ შემთხვევაში, თუ ინფრასტრუქტურას განავითარებს. სხვადასხვა ანუ ტვირთ ბრუნვა, აი წარმოგიდგენთ, მხოლოდ 30% იმ ტვირთებისა, რომელიც გადიოდა ადრე რუსეთის გავლით ევროპაში, აი იმის 30%, რო წამოვიდეს აი ამ სამხრეთ კავკასიის, ანუ შუა კორიდორს ასაც ეძახიან გავლით, ჩვენი გავლით იქნება თუ ზანგეზურის გავლით, ხო? მარტო საქართველოს ტერიტორიაზე არის მინიმუმ 7 მილიარდიანი ინვესტიცია განსახორციელებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ანუ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ვსაუბრობ დოლარებზე, ხო, ევროებზე, დოლარებზე განსახორციელებელი. ამიტომ ეს საუბარი არის მარტო 30%-ზე, ხო, მარტო 1/3 რომ მოხდეს და ამიტომ როცა ამაზე მიდის საუბარი, თუ რამხელა ნაკადებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ აი ეს ღრმაწლოვანი პორტი ანაკლიაში, რომელიც მართლა ეკონომიკური აუცილებლობა არის, ეს პორტი რეალურად ძალიან კარგი აუცილებელი არის, მაგრამ ამას თუ არ მოყვა ეს ინფრასტრუქტურა, ხო, ან დამატებითი ავტობანების მშენებლობა, სრული რეკონსტრუქცია ჩვენი სარკინიგზო მაგისტრალების, ხო, ცალკე საკითხავია, რომ გადავალთ თუ არა ოდესღაც ევროპულ სტანდარტებზე, იმიტომ რომ ჩვენი ლიანდაგები სხვა სიგანის არის ვიდრე ევროპული და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ევროპიდან როცა მოდის ვაგონი, ის უნდა სადღაც ჩვენ საზღვარზე უნდა მოხდეს იმის გაჩერება, გადმოტვირთვა ამ პლატფორმაზე და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ამ ტვირთბრუნვებს, ხო? ამიტომ აი ეს ყველაფერი ამის გათვალისწინებით, რომ სავარაუდოდ ტვირთბრუნვა გაიზრდება მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ზანგეზურის კორიდორი ამ კონტექსტშიც განიხილება როგორც დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ რეგიონის მნიშვნელობას ზრდის ეკონომიკური თვალსაზრისით ყველასთვის და აქ მარტო ახლა რაც არ უნდა ჩვენ ახლა ეგოისტურად ვიძახოთ, რომ გინდა თუ არა საქართველოს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მონოპოლისტი ამ სატრანსპორტო ფუნქციის, ეგრე ნამდვილად არ გამოვა. ზანგეზურის კორიდორი რაღაც ნაწილს ამ ეტაპზე ბუნებრივია თავის თავზე გადმოიტანს, მაგრამ ის საწრის ეტაპზე როგორც მინიმუმ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ის ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს, იმიტომ რომ იცით რა, როცა ლოგისტიკური ხაზები, მსოფლიო ლოგისტიკური ხაზები აგებულია და მუშაობს,
ну ძალიან დიდი შრომა უნდა გაციოთ რომ ეს ხაზები დაანგრიოთ. ხო ეს დაახლოებით აი რაც რუსეთმა განახორციელა უკრაინას თავდასხმის შედეგად. და ბიზნეს და სოფლიო ეკონომიკას არ უყვარს ესეთი რაღაცეები. ну ან მაშინ შენი საკუთარი ეკონომიკის საბოტაჟით უნდა იყო მართლა დაკავებული, რომ მოახერხო ის რომ შენზე გამავალი ტვირთნაკადები უცებ აღმოჩნდა რომ შენზე აღარ გადის და გადის ეხა გვერდზე, ხო აქამდე ნორმალურად გადიოდა და ეხა რატომღაც უკვე აღარ გადის. ხო, ну მაშინ გამოდის რომ რაღაცა ან ვიღაცის დაკვეთას ასრულებ, ან შენ აბსოლუტურად არ გესმის ეკონომიკური ლოგიკა ქვეყნის განვითარებისა. ну იმედია ეს ასე არ მოხდება, მაგრამ აი ამ კონტექსტში რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად დადებითი ფაქტორია ზანგეზურის კორიდორი და ის განიხილება როგორც რეგიონის ერთიანი განვითარების პერსპექტივაში. დასავლეთის მიმართულებებით გადაზიდვები კვლავ რთულია. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, სანებართვო რაოდენობა მცირეა, რაც მძღოლებს ნაკლებად უსაფრთხო ბაზრებზე გადასვლისკენ უბიძგებს. ამიტომ უსაფრთხო დერეფნების მნიშვნელობა იზრდება და სპეციალისტების თქმით, ნატოს სტანდარტებთან დაახლოება აუცილებელი ხდება. ქართველი მძღოლი თვალნათლივ ხედავს განსხვავებას, აი ჩვენ სივრცეში, საუბარი ამიერკავკასიის პლუს ცენტრალური აზიის სივრცეში, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა სახელფასო მარჟასა და ევროპულ სივრცეში სახელფასო მარჟას შორის. ამიტომ ქართველ მძღოლს ურჩევნია იქ დამოუკიდებლად შევიდეს და დაიწყოს, ასე ვთქვათ, ეძებოს სამუშაო. მაგრამ შესვლა მარტივია, არ დაგიმალავ, თუნდაც პოლონეთში, გერმანიაშიც და სამსახურის პოვნა მარტივია, ეს ქართველი მძღოლისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ თუ ვსაუბრობთ უშუალოდ გადაზიდვების განხორციელებაზე, საქართველოდან ან ცენტრალური აზია პლუს ამიერკავკასიის რეგიონიდან ევროპაში შეღწევადობას სატრანსპორტო საშუალების, ასე ეგრეთ წოდებული ტრაილერის, აი აქ გვაქვს ჩვენ სირთულეები. რა მაქვს ისეთ ხედველობაში, რომ ის ნებართვების რაოდენობა, რასაც ქვია მრავალმხრივი ნებართვა, მძღოლებისთვის ეს მნიშვნელოვანი ადვილად აღქმადია, მათი რაოდენობა არის შეზღუდული. არ დამარავდა 1600 წლიურად 1600 მაღალი ეკოლოგიური ხარისხის ევრო 6 ტიპის მანქანა შეუძლია მხოლოდ საქართველოს ბაზრიდან დაუბრკოლებლივ შეაღწიოს ევროპულ ბაზარზე. მერწმუნეთ ეს ძალიან ცოტა. ამიტომაც ეს შეზღუდვები ქართველ მძღოლს პირველ რიგში აიძულებს, რომ თავისი მოძრაობის ტრაექტორია შეცვალოს და ისეთ ბაზრებზე გადაერთოს, სადაც შემოსავალი არის დაბალი, უსაფრთხოებაც არის დაბალი და ეს პირველ რიგში არის ჩრდილოეთით რუსეთის მიმართულება, ან რუსეთიდან ცენტრალური აზიის მიმართულება. სხვადასხვა კონფიგურაციები არსებობს. სანებართვო სისტემის ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია. ლიბერალიზაციაში არა მარტო ნებართვების რაოდენობის გაზრდა იგულისხმება, ნებართვის აღება ერთი ფანჯრის პრინციპით გამარტივებული და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი პუნქტებია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მძღოლის გადასაწყვეტია, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს ინერტულობა შეიმჩნევა სადღეისოდ, მძღოლი ერთობა მისთვის დაბალი ფინანსურად უკუგების გონე ბაზრებზე და ეს მომენტი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მძღოლის შემოსავლებზე და როდესაც მძღოლის შემოსავალი და მომგებიანობა დაბალია, იწყებს უკვე გადინებას და ამას კიდე სხვა ნეგატიური პროცესი მოძებს, რომ საქართველოში მძღოლი ძნელი საძებარია, გადადის ევროპულ სივრცეზე, ახალგაზრდა მძღოლად არ იწყებს მუშაობას და აქეთი ჩართვა შეიძლება გავაკეთოთ რა ის სხვადასხვა ლიცენზიები დაწყებული მართვის მოწყობა და ასე შემდეგ. ევროპულ სივრცეში ეს უფასოა და სახელმწიფო იღებს ამის სუბსიდირების შესაძლებლობას. საქართველოში ეს ჯერჯერობით არ არსებობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მძღოლებისთვის პრიორიტეტია უსაფრთხო დერეფნები, მოწესრიგებული პარკინგი, უწყვეტი მოძრაობა და ტაქოგრაფები. სპეციალისტები მიანიშნებენ, რომ უსაფრთხოების გამოწვევები ტრანსპორტირებას აფერხებს, რის გამოც საჭიროა ნატოსთან თავსებადი სტანდარტების დანერგვა.
ტიპაჟული ტვირთების შეგროვებაზე იქნება საუბარი, გამარტივებულ მიდგომებზე ხვდებიან იქნება. რა იმ სიკეთეებს, აი დიახი, თუნდაც პარკინგის სისტემები ევროკავშირის ქვეყნებში როგორ დაცულია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იქაც ნეგატიური გამოძახილებიც არის, თუნდაც რუმინეთის და ბულგარეთის სივრცეში გარკვეული შავი გადასახადების იქნება თუ საწვავთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ მე იმის ხაზის გასმა მინდა, რომ ეს ძღოლები, ეს გადამზიდვები, რომლებიც ევროპულ სივრცეში არიან ჩართული, მათი გადმოყვანა და ჩართვა უკვე ისეთ სივრცეში, სადაც აქეთ უკვე რთულია. ხო, იმიტომ რომ ისინი მიჩოვლი არიან იმას. აქ უფრო ჩართვაზე თუა საუბარი იმაზე, რომ აი მაგალითად რუსეთში, საქართველოს რუსეთი და რუსეთიდან სომხეთის აი სამკუთხედში მოძრაობის შემთხვევაში ბევრმა მძღოლმა შეცვალა გადაზიდვის ტრაექტორია და ჩინეთი შემოიყვანა არეალში, იმიტომ რომ დაინახა რომ ესეთი რამდენიმე საფეხურიანი გადაზიდვა დაუშვათ თურქეთში ტვირთები მიდიხარ რუსეთში, რუსეთიდან ჩინეთიდან ან თურქეთიდან ჩინეთში, ყაზახეთიდან ჩინეთში, ჩინეთიდან უკან რუსეთში და ანუ რავალ საფეხურიანი გადაზიდვა და გარკვეული ეფექტიანობის მარცვალი დაინახეს ზოგმა გადამზიდვებამ. ტელეფონი არ წარმოიდგინოთ ეს რაღაც გადაადგილების საშუალება. ის თუ არ არის კონტექსტში დაცულობა, პარკინგის სისტემა, კიდევ ერთხელ ჩაუმოვდეთ, რომ პარკინგის სისტემა არა იმისთვის არის, რომ პირობითად მანქანა გააჩეროს ადამიანმა დაისვენოს შიგნით. ის არის ტახოგრაფი, რომელიც არის და აიძულებს მას, რომ იმ საჭირო დროს იქ გაჩერდეს ეს პარკირების სისტემა, წინასწარ მას აქვს ლოგისტიკურად დალაგებული იცის სად უნდა გააჩეროს და იქ შედის და იქ აჩერებს. მაგრამ დღესდღეობით ყველასთვის გასაგებია, რომ არსებობს სხვადასხვა აზიური ქვეყნებიდან მოსახლეობის შეღწევის შესაძლებლობა ხშირია, დატაცება, ტენტის გაჭრა, შესვლა, შემდეგ სხვადასხვა ადგილებში ამათი გადმოხტომა, ძღოლის ხშირად იქაური პოლიცია, ევროპული ქვეყნების პოლიცია ამ ძღოლს ადანაშაულებს გარიგების ფაქტორებია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძღოლმა არც იცის, იმიტომ რომ იქ სადაც დააყენა მანქანა, ის დაუცველია ის პარკინგი, ამიტომ პარკინგის ლიცენზირების საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომ ვერ შეღწევადობა იყოს ნოლი სხვადასხვა ადამიანების, საწვავის მოპარვა და ასე შემდეგ, ამიტომაც სტრატეგიული ხედვაც აქვს ევროკავშირს აწყობილი თუ 2030 წლისათვის რამდენი სადგომი და სად უნდა გაკეთდეს და რა თანხით უნდა გაკეთდეს. ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია. ამიტომ დერეფნის უსაფრთხოება და დაცულობა აი ამ პარკინგების სისტემის განვითარებასთანაც არის დაკავშირებული. ტახოგრაფის დროის შრომისა და დასვენების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. თანამედროვე სისტემები ისე არის დღესდღეობით აწყობილი, რომ ეგრეთ წოდებულ პოლიციას ევროპულ სივრცეში მანქანა გადმოსვლა აღარ სჭირდება, ის კუჩი, ასე ვთქვათ, კვალში გაედევნება სატრანსპორტო საშუალებას და თუ მას დარღვეული აქვს ეს ძღოლის დასვენების სისტემა, ის იმ შემთხვევაში გააჩერებს. და არა აპრიორი გააჩეროს შეამოწმა. უკვე ეს სისტემები ისე დონეზეა დანერგილი, იქ რომ ქართველ ძღოლს იქნება თუ ამ სივრციდან შესულ ძღოლს, ის უპრიანი აუცილებლად ამ სისტემებს, ტახოგრაფის ასეთ სისტემებს იცავს. ეს სისტემები ჯერჯერობით ჩვენთან არ არის. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, ნატო შავი ზღვის უსაფრთხოებას საქართველოს გარეშე არ განიხილავს. ალტერნატიული დერეფნები კი ტვირთნაკადს მხოლოდ ზრდის და დასავლეთთან ინტეგრაციას აძლიერებს, რაც საქართველოს ინტერესებშიცაა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის უსაფრთხოებას არ განიხილავს საქართველოს გარეშე, ბუნებრივია და წარმოუდგენელია ზოგადად მსოფლიოს უსაფრთხოება, ვთქვათ, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, აქ კი საქართველოს აქვს შესაძლებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს, მათ შორის ღრმაწლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით, სატრანსპორტო კორიდორების განვითარებით, იმიტომ რომ ეს არის ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ საქართველოს ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე გულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ფონზე უკონკურენტო აღარ არის, იმიტომ რომ შესაძლოა შეიქმნას
ალტერნატიული მარშრუტები, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს სწორი განვითარების პირობებში ამოვარდნელი იქნება კონტექსტიდან. საქართველოს ერთადერთი რაც ამოაგდებს ამ საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტიდან, გნებავთ ნატოს ეგიდით და გნებავთ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით, ეს იქნება დემოკრატიის უკუსვლა და სხვა შემთხვევაში ტრამპის კორიდორი ეგრეთ წოდებული, აი აქ სხვადასხვა ახალი მარშრუტების გახსნა მხოლოდ ზრდის დასავლური სამყაროს ინტერესს რეგიონის მიმართ, დასავლური სამყაროს არსებობას ჩვენს რეგიონში, მათ შორის შეერთებული შტატების შემოსვლას ხო, რომელიც წლების შემდგომ ისევ დაბრუნდა რეგიონში დასაკმაოდ მძლავრი ნაბიჯებით და ერთადერთი რაც არის აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სამხედრო ჭრილში იყოს თავსებადი. პორტები დღეს მხოლოდ ეკონომიკური ობიექტები აღარ არის. ისინი უსაფრთხოების სისტემის ნაწილად იქცა. მათი განვითარება კიბერუსაფრთხოებასაც მოიცავს, როგორც წესი, ეს კი პირდაპირ უკავშირდება ნატოს ინტერესს. მასშტაბური ინფრასტრუქტურა არ არის ცალკე აღებული მხოლოდ პორტი, ხო? ბუნებრივია პორტი თანამედროვე ლოჯისტიკურ სამყაროში ძალიან ლოჯისტიკურ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია, რომელსაც მოსდევს ციფრული განვითარება ზოგადად. აი ამ მიმდებარე ტერიტორიების ერთი ქალაქი იქნება, მაგრამ თუ ვთქვათ რაღაც ქალაქების ერთობლიობა, მაგრამ ასევე მთელი რეგიონისაც, იმიტომ რომ ეს არ არის ლოკალური მნიშვნელობის პორტი, მით უმეტეს რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი, ასე ვთქვათ, ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან წამოსული ტურისტებისა ევროპის მიმართულებით. ამიტომ ეს რასაკვირველია იმთავითვე მოხდა დასავლეთის თვალთახედვის არეში, ალიანსის, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების და ამიტომაც ისინი მიესალმებიან აქ მხოლოდ გამჭვირვალე ინვესტიციებს, რომ არ მოხდეს რუსეთის ან რუსეთის მოკავშირე ქვეყნების ფინანსების ჩადება, ინვესტიციის ჩადება. რატომ? იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილია რუსეთი და მისი მოკავშირე ქვეყნები ინვესტიციებს იყენებენ პოლიტიკურ ბერკეტად და უზარმაზარი თანხების ინვესტირებით ახდენენ პოლიტიკური ნების ცვლილებას ადგილობრივი ხელისუფლებების. და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მთლიანად ამ შუა დერეფნის, ამ ინფრასტრუქტურის პოლიტიკურ მდგრადობაზე. ამიტომ ბუნებრივია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პორტი გამჭვირვალე და ასე ვთქვათ, დემოკრატიული ქვეყნებისთვის მისაღები ინვესტიციით აშენდეს. ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს აქცევს შუა დერეფნის ჰაბად. ასეთია ლოგისტიკის სპეციალისტების განმარტება. მათივე თქმით, ღრმაწყლოვანი პორტი გაზრდის საქართველოს ტვირთბრუნვას და ნატოსთვის შექმნის სწრაფ ლოგისტიკურ წვდომას შავი ზღვის რეგიონში. სპეციალისტების შეფასებით, ანაკლია სტრატეგიული ბერკეტია და მძლავრი პოტენციალი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს როლს და ნატოსთან ინტეგრაციას. ანაკლის ნავსადგური თუ ჩაერთობოდა გარკვეულწილად აი ამ ახალ ტექტონიკურ ძვრებში, ბუნებრივია ეს ღერძები არა მარტო ევროპის მიმართულებით გაძლიერდებოდა, არამედ სხვადასხვა საბერძნეთი იქნებოდა თუ სხვადასხვა მიმართულებებით. ამიტომ ანაკლის ნავსადგურის სწრაფი წინ წაწევა და აქ მარტო ანაკლის ნავსადგურში არ მოიაზრება ჩატვირთა გადმოტვირთვის ოპერაციები, აქ ბუნებრივია ანაკლის ჟურს უკან სხვილი ანაკლია სიტის განვითარებაზეა საუბარი, სადაც სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემების დანერგვაზეა საუბარი. საუბარია ინგლისური სამართლის დანერგვაზე, საუბარია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომ ქართველი ინჟინრები და სამხედრო მეზღვაურები აქ თავის ცოდნა შეიძენდნენ და შესაძლებელი იქნებოდა ამის შემდეგ გავცობა თუნდაც ევროპულ სივრცეში ეს არა მარტო რაღაც ნავსადგურის კონგლომერატი შეიძლება წარმოვიდგინოთ, არამედ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ბმა ევროპულ სივრცესთან. ეს პირველ რიგში იქნება ბმა იმ საინფორმაციო ლოგისტიკური სისტემების და რაც თავარია ინფორმაციული ტვირთნაკადების ინფორმაციული გავრცელების
არეალისა არა მარტო ევროკავშირის სივრცესთან, არამედ ცენტრალური აზიის მიმართულებითაც, რადგანაც ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიული ხაზის აწყობა ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად არა მარტო ტექნიკადების სწრაფი გადაადგილების ხელშემწყობი ღონისძიება, არამედ ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, გარკვეულწილად თუ შესაძლებელია, რომ გარკვეულწილად თვითებს რაიმე წინსწრებად ემუქრებოდეს, მოხდება ამის ან გადართვა, ან მიმართულების შეცვლა და ასე შემდეგ. ამიტომ ინფორმაციული სისტემებით ამოქმედება ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ანაკლიაშია შესაძლებელი და მეორე, რადგანაც ანაკლის ნავსადგური, ასე ვთქვათ, ტრიალ მინდორზე ხდება მისი აწყობა, ყოველთვის ასეთი ნავსადგურის აწყობა და ამას სხვადასხვა ევროპული ნავსადგურები, მარსელი, ჰამბურგი, როტერდამის გვიჩვენებს, როდესაც ტრიალ მინდორზე ხდება ნავსადგურის აწყობა, მნიშვნელოვნად შესაძლებელია უსაფრთხოების სისტემების უფრო გაფართოება, ვიდრე უკვე აწყობილ ნავსადგურში რაღაც დამატებითი კვანძების ჩამატება. ამიტომ სპეციალისტები მიანიშნებენ, რომ საქართველოს გეოგრაფიულად კრიტიკულ წერტილშია, რის გამოც პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიას. ეს დერეფნები ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლად იქცა, განსაკუთრებით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე. 2003 წლიდან საქართველო იწყებს ძალიან ინტენსიურ ურთიერთობას, სატრანზიტო ურთიერთობას, სადერეფნო ურთიერთობას ნატოსთან და დიდი ნაწილი იმ ტვირთების და მომარაგების, რომელიც ჩადიოდა ავღანეთში ნატოს კონტინგენტისთვის და ამერიკის კონტინგენტისთვის, გადიოდა სწორედ საქართველოს საჰაერო და სახმელეთო სივრცის გავლით. გასაგებია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის და შემდგომ უკვე ცენტრალური აზიის. ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენთან კიდევ უფრო გაიზარდა აი ამ სადერეფნო ფუნქციამ ძალიან გაზარდა, მოიტანა ავტომატურად სხვა ეკონომიკური პროექტების იდეებიც, როგორც არის ცენტრალური აზიის და ევროპის დაკავშირების ეს დაკავშირებულობის ესეთი კონცეფცია არსებობს. ამაში ჩაჯდა მათ შორის ჩინეთის ინტერესი, რომ მომხდარიყო ჩინური სავაჭრო გზების დაკავშირება ევროპასთან და აი ეს შეიკრა ის დიდი კონცეფცია, გეოგრაფიული თუ გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური კონცეფცია, რომელიც ძალიან ლოგიკურად აჯენს საქართველოს აი ამ სივრცეში, როგორც ძირითად დამაკავშირებელ რგოლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. რომელშიც ამავე დროს ბუნებრივია, ჯერ კიდევ მაშინ ავღანეთში იყო ოპერაცია, ძალიან ინკორპორირებული იყო ეს უსაფრთხოების კომპონენტი. რაც გულისხმობდა, რომ საქართველოში გაცილებით გაიზარდა ერთობლივი წვრთნები ნატოს ქვედანაყოფებთან და წლიდან წლამდე წელიწადში მინიმუმ 3 დიდი წვრთნა ტარდებოდა ხოლმე ნატოს ეგიდით. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში გლობალური ინტერესების გადაკვეთა გარდაუვალია. ამ პირობებში კი მათივე მტკიცებით ნეიტრალიტეტი პრაქტიკულად არარეალურია ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი ამოცანას საკუთარი ინტერესების დაცვა, რაც უსაფრთხო და სანდო პარტნიორებზე გადის. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ნატოსთან თანამშრომლობა ქმნის იმ უსაფრთხოების ჩარჩოს, რომელიც საქართველოს დერეფნულ ფუნქციას არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სტრატეგიულ მნიშვნელობასაც სცემს. ასე უცებ საქართველოს იზოლირება ამ პროცესებიდან ვერ მოხდება, ანუ საქართველო ვერ გადგება განზე და ვერ იტყვის, რომ უკაცრავად მე აქ არა ვარ, ნუ მამქინოთ, ხო? ანუ უჩინმაჩინის ხუთს ვერ დაიხურავს და ვერ იტყვის, რომ მე აქ უხილავი ვარო, ეგრე არ არის. არსებობს ძალიან დიდი გლობალური ინტერესები, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ გეოპოლიტიკური ინტერესების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის. მაგრამ რაც გამორიცხული არის ცალსახად, ეს არის ის, რომ ჩვენ განზე გავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ეს არ გვეხება. ეს არის გამორიცხული, როგორც აი ახლა ბოლოს იმაზე რა ქვია დავოსის ფორუმზე თქვა, ოღონდ აღარ მახსოვს, კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ხო, ანუ თუ შენ არ მონაწილეობ ამ საკითხების განხილვებშიო, შენ მაშინ მოხდები მენიუშიო. შენ განგიხილავენ, ოღონდ შენ იქნები მენიუშიო რა. და ამიტომ ესეთი არის ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ესეთი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ საკითხების განხილვებში, თორე ამ საკითხებს განიხილავენ ჩვენს გარეშე და მე ჩვენს გარეშე და მე დე ფაქტოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენებენ და გასაგებია, რომ მე რეალობა იქნება გაცილებით მიუღებელი და მწარე. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მხოლოდ სატრანზიტო სივრცე არ არის. ის არის გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთის წერტილი, სადაც ეკონომიკა და უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია.
ამ პროცესში გადამწყვეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სწორედ აქ იკვეთება ნატოს როლი, როგორც სტაბილურობის და სანდოობის მთავარი ფაქტორი. ამიტომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა დღეს არის არა დერეფნებს შორის არჩევანი, არამედ საკუთარი ადგილის გამყარება იმ სისტემაში, სადაც უსაფრთხოება განსაზღვრავს ეკონომიკურ წარმატებას. ხელისუფლებამ 2026 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი აგროპროგრამის შეჩერება გადაწყვიტა, მათ შორის თხილის სუბსიდია და უფასო ხნა თესვის პროგრამა, რომელზეც წლების განმავლობაში ათასობით ფერმერი იყო დამოკიდებული. მხოლოდ თხილის მიმართულებით სხვადასხვა წლებში სახელმწიფოს მხარდაჭერა დაახლოებით 40-50 მილიონ ლარამდე აღწევდა, რაც პირდაპირ ამცირებდა ფერმერების დანახარჯებს. რაც შეეხება ხნა თესვის პროგრამას, სახელმწიფო ფარავდა მიწის დამუშავების მნიშვნელოვან ნაწილს, ბენეფიციარები იღებდნენ სუბსიდირებულ მომსახურებას ან აგრობარათებს, რომლის ჯამური მოცულობა წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ ლარს აღწევდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ფართოდ გამოყენებული მხარდაჭერის მექანიზმი სოფლებში. სხვადასხვა წლების განმავლობაში, როცა ეს სუბსიდიები ინერგებოდა, ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გლეხს მხარდაჭერა სჭირდება. მაშინ, როცა ეკონომისტები და აგროექსპერტები ამბობდნენ, რომ ასეთი ჩარევა ბაზარს ამახინჯებს და გრძელვადიანად არ მუშაობს, პასუხი ხელისუფლების მხრიდან იყო ერთი: გლეხი უნდა გადავარჩინოთ. საინტერესოა, რა შეიცვალა დღეს. გამდიდრდა ქართველი გლეხი, რომელიმე სუბსიდირებული სექტორი გახდა თვითკმარი, მოიხსნა ის რისკები, რის გამოც სუბსიდიები შემოიღეს. ოფიციალურად არ არის წარმოდგენილი არც ერთი მკაფიო სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მაგალითად თხილის სექტორი უკვე სტაბილურად მუშაობს სახელმწიფოს გარეშე, ან რომ მცირე ფერმერები აღარ საჭიროებენ მხარდაჭერას. მაშინ სუბსიდიების შემოღების დროს სპეციალისტები ამბობდნენ, რომ მხარდაჭერა ამ ლოგიკით ჭირდებოდა ყველა სექტორს და შერჩევითობა მაინც და მაინც სწორი არ იყო. მოკლედ, აგრარული სფეროს ექსპერტები და ეკონომისტები არც სუბსიდიის დაწყებას მიიჩნევდნენ რელევანტურად, რადგან არ აკმაყოფილებდათ არგუმენტები და ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლება სჭირდებოდა ელექტორატის შესანარჩუნებლად, მათზე ხალხის დამოკიდებულების გასაზრდელად. აკრიტიკებენ ახლა შეწყვეტასაც, რადგან ამბობენ, რომ ახლა საარჩევნო წელი აღარ არის და დღის წესრიგში მმართველი ძალისთვის ხმების მობილიზების საჭიროება უბრალოდ აღარ დგას. არადა თუ დახმარების საჭიროებაზე ვისაუბრებთ, რეალობას აპირისპიროს გვიჩვენებს. აგრარული სექტორისთვის, ისევე როგორც ყველასთვის, სხვათა შორის კლიმატური რისკები არამც თუ შემცირებული, არამედ გაზრდილი გახლავთ, ბაზარი არასტაბილურია და განსაკუთრებით მცირე მეურნეობები ისევ კვლავ რჩებიან ყველაზე მოწყვლად მიმართულებად. აქედან გამომდინარე, სუბსიდირების დაწყება შეწყვეტა, უფრო გავს არა დაგეგმილ რეფორმას, სპეციალისტების შეფასება გახლავთ, არამედ მკვეთრ პოლიტიკურ შემოbrunებას, რომ იტყვიან, რომლის ლოგიკა საზოგადოებისთვის ბოლომდე გასაგები არ არის. ფერმერებისთვის ეს ნიშნავს ერთ რამეს: გაზრდილ ხარჯს, შემცირებულ შესაძლებლობებს და მეტ გაურკვევლობას მომავალ სეზონზე. საბოლოოდ მთავარი კითხვა ასე ჟღერს: თუ გლეხს დახმარება სჭირდებოდა გუშინ, რა შეიცვალა დღეს? საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, ფერმერებს სისტემურად სთავაზობდნენ სუბსიდირებას რთველზე, თხილის სექტორზე, მიწის დამუშავებაზე. ეს დახმარება თანდათან იქცა არა ერთჯერად მხარდაჭერად, არამედ მოლოდინად, რომელზეც ბევრი გლეხი საკუთარ მეურნეობებსაც კი გეგმავდა. ფაქტობრივად შეიქმნა მოდელი, სადაც სახელმწიფო თვითონ გახდა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აგრობაზარზე და ამით ფერმერების ნაწილი ამ მხარდაჭერაზე დამოკიდებულიც გახადა. დღეს უცებ ამ სუბსიდიებს ხსნიან. პროგრამები ჩერდება და ფერმერებს ეუბნებიან, რომ ბაზარზე დამოუკიდებლად უნდა გაუძლონ კონკურენციას ყოველგვარი გარდამავალი პერიოდისა და გარდამავალი მექანიზმის გარეშე. თუ წლების განმავლობაში გლეხს ეუბნები, რომ დახმარება არის აუცილებელი და ამით მის ეკონომიკურ მოდელსაც გარკვეულწილად აყალიბებ, სპეციალისტების შეფასებით ამ დახმარების მოულოდნელი შეწყვეტა უკვე მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება კი აღარ არის პასუხისმგებლობის საკითხიც. მით უმეტეს მაშინ, როცა არ ჩანს მკაფიო არგუმენტი, რომ სექტორი უკვე მზადაა
დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის. ჩემთვის, როგორც აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხებზე წლების განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტისთვის, პროცესს დამატებით კონტექსტს აძლევს საგარეო ფაქტორებიც. ბოლო პერიოდში დასავლელი პარტნიორების მხრიდან დაფინანსების ნაწილობრივი შეჩერების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება სუბსიდიების მოხსნა აი ამ რესურსის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გარე დაფინანსების შეჩერების შემთხვევაშიც პროგრამები სრულად გაგრძელდებოდა და ყველა მიმართულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა, მაშინაც არსებობდა ეჭვი, რამდენად რეალური იყო ეს დაპირება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ვიცით, საქართველოს ბიუჯეტი შეზღუდულია. ეჭვი გვიქარწყლდებოდა და სხვადასხვა ვერსიის განხილვის საჭიროებაც აღარ გვექნებოდა, პასუხისმგებელ უწყებებს, რომ კონკრეტული პასუხები გაეცათ. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში კი აგროსიახლეებს განუცხადეს, რომ ცვლილებებისთვის ემზადებიან და ახლებური პროგრამები იგეგმება. თუმცა, ლოგიკურად ვიკითხეთ, კონკრეტულად რა გახდა ცვლილებების საჭიროების მიზეზი? იმუშავა თუ არა ძველმა პროგრამებმა? რა ახალი გამოწვევები გამოიკვეთა? ჩატარდა თუ არა შესაბამისი კვლევა და შეფასდა თუ არა არსებული სქემები? პასუხების ნაცვლად უკვე ზემდგომ ორგანოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგვამისამართეს. აქ კი მანამდე მივიღეთ უკვე პასუხი, როგორც გითხარით. ხო და სანამ პასუხისმგებელი უწყებებისგან თქვენს კითხვებზე პასუხს მიიღებთ, ეს თქვენი კითხვები არა მხოლოდ ჩვენი ჟურნალისტების, მანამდე თავად იფიქრეთ, არის ეს რეალური რეფორმა, თუ უბრალოდ პოლიტიკის ცვლილებაა, რომლის ტვირთიც ისევ ფერმერებზე გადადის. ფრინველის ეს განწერული ხმა, შიშია თუ ტკივილი, ზუსტად ვერავინ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ხმა საფრთხეზე გვიყვება. ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე, რომლის წინაშეც დღეს შავი ზღვა დგას. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ნავთობით დაბინძურებულ ფრინველებს რუსეთის შავი ზღვის სანაპიროდან, ანაპის მიმდებარე ზონიდან. საქმე ისაა, რომ რუსეთის სანაპიროსთან ანაპიდან დაახლოებით 11 კილომეტრში ნავთობის ლაქა უკვე რამდენიმე დღეა 11 აპრილიდან სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემად, ფაქტობრივად უმართავ საფრთხედაა აქცეული. ლაქა ქარის და ზღვის დინებების გავლენით ნაპირისკენ მოდის, ნაპირისკენ გადაადგილდება, ანუ მიმდინარეობს დრეიფი, რაც ნიშნავს წყალში მცურავი მასის ბუნებრივ გადაადგილებას გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებულია დამცავი ბარიერები და სპეციალური ნივთიერებები, რომელიც ნავთობის შეწოვას ემსახურება, მისი გავრცელების შეჩერება, მიგრირების შეჩერება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. დაბინძურების შედეგებიც უკვე სახეზე გვაქვს, უკვე თვალსაჩინოა. ანაპის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია 200-ზე მეტი დაზიანებული და დაღუპული ფრინველი. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ნავთობმა უკვე შეაღწია ზღვის ეკოსისტემაში და მხოლოდ წყლის ზედაპირზე არ გახლავთ ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ამ ეტაპზე რუსეთის წყლებშია კონცენტრირებული, რისკი მხოლოდ ლოკალური ნამდვილად არ არის. შავი ზღვა ვიცით, რომ არის ნახევრად დახურული აუზი, სადაც წყლის ცლა ნელა მიდის. რაც დაბინძურების ხანგრძლივ შენარჩუნებას იწვევს ხოლმე როგორც წესი. ასეთი შემთხვევა ჩვენ უკვე გვქონდა, ხო? ქერჩის სრუტეში გვახსოვს მომხდარი ავარიის შემდეგ ნავთობის კვალი, როგორ მოვიდა მოგვიანებით მალევე, სხვათა შორის აფხაზეთის სანაპირომდეც. ზღვის ძირითადი ცირკულარული დინება, ეგრეთ წოდებული rim current-ი, ასე ეძახიან მას სპეციალისტები, ქმნის პირობებს, რომ დაბინძურება დროთა განმავლობაში სხვა მიმართულებითაც გავრცელდეს. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის რისკი პირდაპირი და მყისიერი არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენთვის დაბალი რისკიაო, გვითხრეს სპეციალისტებმა, ჩვენ მათ გავესაუბრეთ, თუმცა საფრთხე ნამდვილად არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებოა აფხაზეთის აკვატორია და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო. ეკოლოგიურად ყველაზე მოწყვლად ზონებად სპეციალისტებმა დაგვისახელეს კოლხეთის ეროვნული პარკი, ჭოროხის დელტა და სხვა სანაპირო ტერიტორიები, სადაც თავმოყრილია წყალმცურავი და გადამფრენი ფრინველები. ასევე
ზღვის მდიდარი ბიომრავალფეროვნება. დღეს ყველაზე მაღალი რისკის ზონად ამ ეტაპისთვის კვლავ რუსეთის სანაპირო ანაპის მიმდებარე წყლები რჩება, თუმცა პროცესების განვითარების მიხედვით საფრთხე შეიძლება უფრო ფართო რეგიონზეც გავრცელდეს. ჩვენ ვიცით, რომ შავი ზღვა ერთიანი ეკოსისტემა და მსგავსი ტიპის დაბინძურება, მასშტაბური დაბინძურება საბოლოოდ ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც მის სანაპიროს იყოფს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.